მოგესალმებით. შემდეგი დეტალი. ესეთი ლამაზი ნახევარ ყვავილი, ესე ვთქვათ. შეგიძლიათ მთლიანადაც მოგსოვოთ, პრინციპში როგორც ყვავილი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე ესე ნახევარ ყვავილს გამოვიყენებ, ესე ვფიქრობ და ამიტომაც ესეთნაირად მოგსოვე. ესე პრინციპში თქვენთვის ეს არის წაღმაფხარე. ეს შიგა გულის ესეთი ნაკსოვი პრინციპში არ არის ძალიან შეზღუდული რა რაოდენობის თვლებს გააკეთებთ. აქ გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 თვალით მაქვს მოგსოვი 17 შეიძლება. ესეთი დაახლოებით, მაგრამ არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამას. თავარია აქ გააკეთოთ ესე იგი ყოველ თვალში უნდა ამოიყვანოთ ესეთი ლამაზი ორნამენტები, აი აქ. თუ გინდათ რომ მთლიანად ჩაკეტილი იყოს, მაშინ ჯობია კარგად გათვალოთ. აი ხა 1 2 3 4 5 6-ია და ფაქტიურად ნახევარია, ანუ თქვენ დაგჭირდებათ ჯამში 12. მოდით ესე მოგსოვე ხლა მე. და გამოჩდება, აი თუ 12 გექნებათ ეს თვლები ნამატის გარეშე, მაშინ ვფიქრობ, რომ აი რახან ეს გარეთ აქ გვაძლევს ამის იმას, ეს ნახევარია, ხო? აი ამ შემთხვევაში კარგი ის გამოგივათ ზომა. კარგი და ესე იგივე ძაფით მოგსოვ, მე როგორც მანამდე ვგსოვდი, ხო, იგივე ყაისნაღი 3.25 და ვიწყებთ გულიდან. გული ეს გვექნება. შეგიძლიათ აქ გული გააკეთოთ ცოტა სქელი თუ გინდათ. აი ესეთი დახვევით თითზე რამოდენიმე ესეთი ხუია გააკეთოთ თითზე და უფრო სქელი გამოდის ხოლმე, ესეთი უფრო მოცულობითი. ესე იგი. ესე ამოიყვანთ ერთ თავისუფალ თვალს. და პირველი თვალი არის, აი თვალი ნამატის გარეშე, აქ შეგიძლიათ ნიშნული გააკეთოთ, რომ მე აი თუ თქვათ ყვავილს აპირებთ, რომ ჩაკეტოთ, ხო, ეს რიგი, ესე ვთქვათ, ჯობია პირველი თვალი მონიშნოთ. 1 2 3 4 5 ესე იგი 12 თვალი ნამატის გარეშე, ხო? 6 7 8 10 თან ძაფის ბოლო დამალეთ 11 და 12 ხა აქ ცოტა დიდი რგოლი გამომივიდა მე შეიძლებოდა მოდით აი ძაფის ბოლო მოვქაჩოთ და ცოტა დავაპატარავოთ თუმცა იმის გამო რომ ბევრი რგოლები გაქვთ ახლა ეს ხვიები რო დავახვიე ხო ამიტომ აქ ისე ადვილი არა როგორც ერთი ხვის შემთხვევაში მაგრამ მაინც შესაძლებელი აი დავაპატარავე ხო ესე იგი გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 კიდევ 2 თვალი მჭირდება 1 და 2 აი ეს ეხლა შევმართებელი თვალით შევაერთებთ პირველ თვალთან პრინციპში ეს ასეთი ჩაკეტილი წრე ყველა შემთხვევაში გჭირდება თუნდაც ნახევარ ყვავილს აკეთებდეთ მაინც ხო ეს უნდა ჩაკეტოთ ეს და ეხლა ვიწყებთ შემდეგ რიგს ეს იქნება ეხლა თავიდან აი ეს პირველი რაც არის იმისთვის რომ ეს მოგსოვოთ ეს საკმაოდ მაღალი ესეთი თვალია რომელზეც დაგრეხილია ესე დახვეულია ძაფები აი ეს კარგად ჩანს მე მგონი ხო და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ესა 4 თავისუფალი თვალი რომელზეც დაეხვევა 7 აი ესეთი ფაფუკი თვალი ესე ვთქვათ აი 4 სიმაღლე აი ესეთი მაღალი მაქვს აქ შემიძლია მე მეოთხე თვალში ნიშნული გავაკეთო იმიტომ რომ ეს არ გვინდა რომ დავკარგოთ ეს თვალი მნიშვნელოვანია რომ ჩანდეს იმიტომ რომ ეხლა რომ დავახვევ ნახეთ თქვენ თვითონ მიხვდებით რომ დაიმალება ცოტა ეს თვალი ნახეთ აი ესე ესე იგი 4 თავისუფალი თვალი და ეხლა რას ვაკეთებ ყაისნაღზე გადადეთ ძაფი და აი ესე შემოვარეთ ამ ასე ვთქვათ სვეტს ერთხელ მეორეჯერ მესამეჯერ მეოთხეჯერ 7ჯერ ხო როგორც გითხარით თავიდან
მეოთხე იყო ხო 5 6 და 7 ხედავთ რამდენი ძაფები დავაგროვე კარგად ეს არ შეგვეშალოს აქ აი ესე და აი ეს თქვენი სამუშაო ძაფი ესე ფრთხილად გაატარეთ რომ კარგად გავიდეს აი ნახეთ როგორ ისეთი თავმოყრაა ძაფების და ისე რომ აი ეს არ გაწელოთ ეს თვალი აი ესე გამოიტანხეთ აქ გრძელი ძაფია აი ეს 1 და კიდევ მეორე ორი თვალი ამოიყვანეთ თავისუფალი თვალი ოღონდ აი ეს ძაფი ესეთი გრძელი იყოს არ მოჭიმოთ ხო აი ეს კარგად ფოკუს გავაკეთებ კიდე აი ეს ეხლა შემდეგი ისევ ასეთი ტიპის თვალი უნდა გავაკეთოთ ეხლა პირველი თვალი იყო 4 თავისუფალი თვალი ეხლა ჩვენ გავაკეთებთ 2 ნამატით რომ იგივე სიმაღლის თვალი დაგვიჯდეს ეს პირველი ამოდიოდა აი აქედან, შემდეგი აი აქედან ამოვა, ორივე კედელში შესვლით. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, აი ესე. აი, ამოვიდა ესეთი დიდი სვეტი. აქაც ისევე 7 აი ესეთი ფაფუკი თვალი. ყაის ნახზე გადადეთ ძაფი, შემოუვლით უბრალოდ 1 2 ძალიან არ არის მაღალი ისა გაწელვა ეს, როგორც დაჯდება, ისე დაჯდება. 2 ხო? ეხლა მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე. 7 ესეთი ფაფუკი თვალი გჭირდებათ. აი მე გამოიტანეთ. აი ესე. ეს არ ვიცი, მე მგონი ეს ფოკუს იღებს თავის თავზე ეს ნაკსოვი. აი ესე. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი, მეორე თავისუფალი თვალი. აი ეს ორი ნაკსოვი გვაქვს ახლა. ასე გვჭირდება თუ ყვავილს აპირებთ თლიანს, ხო? მაშინ 12 გექნებათ ასეთი გასაკეთებელი. თუ ნახევარს გააკეთებთ, მაშინ გექნებათ 6. ამიტომ მოდით მე 12-ს გავაკეთებ, ოღონდ ძაფს არ მოვჭრ, იმიტომ რომ უბრალოდ საჩვენებლად გავაკეთებ ყვავილს და სინამდვილეში მე მინდა ნახევარი, როგორც ნიმუში გაჩვენეთ, ხო? კარგით. ესე იგი, ასე უნდა გავიმეოროთ ახლა სვეტი 2 ნამატით, შემდეგ თვალში. ყოველ თვალში უნდა ამოიყვანოთ. არც ერთი თვალი არ უნდა გამოტოვოთ. აი ესე, ისე იგივეს გავაკეთებ 7 ჯერ, აი ესე შემოული ამ სვეტს. 1 2 3 4 5 6 7 და ესე ფრთხილად გავატარებ აი ამ ძაფებს შორის ამ სამუშაო ძაფს. აი აქ გამოვიყვან ერთი თვალი, მეორე თვალი. აი ესე. ესე მიყევით ახლა, გაიმეორეთ და თქვენც შემოყევით, შემსავით 12 ასეთი ნაკსოვი გექნებათ, ესეთი დახვეული. ეს სვეტი არ დაგავიწყეთ, არის 2 ნამატით თვალი. მაღალი სვეტი გჭირდებათ. აი ახლა უკვე ბოლო ესეთი დეტალის, ასე ვთქვათ, ყვავილის ფურცელი მოგსოვე. ისე ესეთი ერთი თვალი, მეორე თვალი. აბა გადათვალეთ, ნახეთ. ახლა მაქვს მე აქ 12 ესეთი ფურცელი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12. ესე იგი თუ მე მოგსოვდი ნახევარს, მხოლოდ 6 მოგსოვდი. ესე იგი 3 და 3, აი აქამდე და შემდეგ რას ვიზავდით? უნდა მოვტრიალებულიყავი აი აქეთ, ხო? შემდეგი რიგი. ეხლა ამ შემთხვევაში მე ჩავკეტავ რიგს, ანუ ნახეთ, აი ეს კარგია, რომ ჩავაჭვე, ხო? პირველ თვალში, ანუ ეს იყო სვეტის თავი, 4 თვალი რომ მქონდა, ხო? სვეტის. მოდით კარგად ეხლა თან თქვენს გაჩვენოთ, აი ესე.
გამოჩნდა ხო? ანუ ორ ძაბში შედით აუცილებლად, ესე თვალი ჩანს ხო კარგად. ეს მეოთხე თვალი არის, თავიდან რო ავკრიფე თავისუფალი თვლები. აი ეს, ჩავკეტე. და ეხლა ამ შემთხვევაში თუ თქვენ მოგსოვთ ყვავილს, მაშინ უკეთესია, რომ თქვენ გააგრძელოთ. აი მიმართულებით გსოვა. აი ესე კი არ მოტრიალდეთ, ხო? აი ესე. უბრალოდ როცა ნახევარ ყვავილი გაქვთ, მაშინ თქვენ იძულებული ხართ, ანუ და მოჭრათ ზაფი და თავიდან აქედან წაყვეთ. ესეც შეიძლება, იმიტომ რომ ხა გეტყვით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. თქვენ თუ გინდათ რომ აი გული იყოს წაღმა მხარე, ესეც წაღმა ნაკსოვია, ეხლა ნახეთ, აი ეს არის უგუღმა ნაკსოვი. აქ ხედავთ ხო, აქ უგუღმა გული, ესეც, ну, ასე თქვა თუ უგუღმა ნაკსოვია. აი ეს ძაფები უფრო აქეთ ჩანს, აქეთ არ ჩანს. ისე შეგიძლიათ ეს ეხლა აი უბრალოდ გულის გამო აი აქ არ არის მაინდა-მაინც კარგი ეს უგუღმა მხარე. ეს არის უფრო ესეთი. თუმცა აი ეხლა ეს რიგი ეხლა ჩემი აზრით მაგალითად ეს უფრო მომწონს, აი ეს რიგი არ ჩანს ეს ძაფები მათ შორის, მაგრამ არა უშავს. ხო. და ეხლა თუ გინდათ რომ აი შემდეგი რიგი აი ეს ლამაზი ბოლოებიც იყოს წაღმა მხარით, მაშინ ჯობია აი ესე შემოუვაროთ. ეხლა ეს გაძლევთ თქვენ ამის საშუალებას. ნახა, ყვავილი გვაქვს. წრე გვაქვს, ასე ვთქვა. და როცა ვთქვა მოგსოვდით ნახევარ წრეს, მაშინ შეგეძლოთ აქ მოგეჭრათ და აი თავიდან მიიგებათ და მაშინ აი ესენიც წაღმა მხარით დაგიჯდებოდნენ, აი ესენი. ხო? აი ესე. თუ არა და მათ მოჭრა არ გინდათ, მაშინ ეს უნდა შემოგეტრიალებინათ და აი ეს ბოლო რიგი იქნებოდა აქედან წაღმა. მაგრამ ეხლა აქ კი არ ეტყობა, ცოტა მუქი ფერის ძაფია და თითქოს არა უშავს, მაგრამ აი თეთრი ფერის ძაფზე უფრო გამოჩნდება სხვაობა. მეგონი მიხვდით. ეხლა მე ვაპირებ ასე გავყვე, რომ კარგი, ესე იგი წაღმა მხარე დამიჯდეს ამ რიგისაც. ეხლა ყოველი აი ამ ბურთულის თავზე ეხლა მე კი შევედი აქ, მაგრამ სინამდვილეში მე აი აქ მინდა გადასვლა, ნახეთ, აი აქ უნდა გადახვიდეთ. აი აქ ნახეთ, აი ამ თვალში. აი აქ გავაკეთებ ხოლმე ყოველთვის აი ყოველი აი ამ ორნამენტის თავზე ესეთი ელემენტი ესე აქ იქნება. და მე ცოტა წინ გადავედი, ხო ეხლა? და მოვგსოვოთ 3 თავისუფალი თვალი. ესე. ეხლა ისეთივე წაგრძელებული თვლები, ესე ფაფუკი თვლები, ყაის ნახზე გადადეთ და იგივე თვალიდან ამოვიყვან 4-ს. 1 2 3 წაგრძელდეს 3 და 4 საკმაოდ ფაფუკი გამომივიდა ამ ძაფით. იმ ძაფით უფრო არ ჩანს ისეთი სისქე. ეს ძალიან ფაფუკი ძაფია და ეხლა 4-იც არის საკმაოდ. აი ესეთი. ესე ერთად გამოვიტანე და ეხლა მოგსოვს 3 თავისუფალ თვალს. 1 2 3. აი ესეთი კუთხე რო მივიღოთ, აი 3 თავისუფალი თვალი და აი აქ შემაერთებელი თვალი. ისევ 3 თავისუფალი თვალი და ჩამოხვალთ ქვემოთ. აბა დააკვირდით, აი 3 თავისუფალი თვალი და ძირში. აი აქ საიდანაც ამოვიყვანე ეს ფაფუკი თვლები, აი იქ შემაერთებელი თვალი. აი ეს ნახეთ, აი როგორი ფორმა დაგიჯდათ. ეხლა აი აქ არკაში უნდა გადახვიდეთ 2 თვალი ნამატის გარეშე უნდა მოგსვათ. აი ესე და ისევ აი ამ აი აქ ნახეთ თითქოს ერთ თვალს ვტოვებ ფაქტიურად აი აქ გადავდივარ შემაერთებელი თვალით და 3 თავისუფალი თვალი. ისევ აი იგივე თვალიდან 4-ია ესეთი გაწელილი ფაფუკი თვლები უნდა ამოვიყვანო. 2 იყო 3 და კიდევ 1 4 აი ესე და სულ ერთად 3 თავისუფალი თვალი აქ შემაერთებელი თვალით ესეთი წაწვეტებული ის მიიღება ეს როცა თითქოს პიკოს გსოვთ აი პიკოს გავს მაგრამ თლად პიკო არ არის ხო აი ეს ისევ 3 თავისუფალი თვალი და ჩამოდიხართ და ძირში აი საიდანაც
ამოდიოდა ეს ფაფუკითვლები, შემაერთებელი თვალი. ისევ გავიმეორებთ აქ არკაში ორ თვალს ნამატის გარეშე. ესე უნდა გაიმეოროთ სულ. ესე შემოყვეთ. ხედავთ, ესეც წაღმა, აი აბა უგუღმა ნახოთ, აი ესეთია უგუღმა. თითქოს ეს ფაფუკითვლები კი არა უშავს, მაგრამ აი ესენი მაინც მე ფიქრობ, რომ წაღმა მხრიდან უფრო ლამაზად გამოიყურებიან. აი ესეთია. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. და მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს ნახევარყვავილი უფრო ლამაზი, ისეთი ორიგინალურია. ესე იგი, ახლა ამ ორი თვალი ნამატის გარეშე, ამის შემდეგ, ესე იგი, აი აქ თავზე, ხო, შემაერთებელი თვალით გადავდივარ. 1, 2, 3 და ისევ გავიმეორებ. ესე იგი, შემოყევით სულ ასე შემოყვებით და მიიღებთ აი ამ ლამაზ ყვავილს. ან ჩემ შემთხვევაში ყვავილი გამომივა. თქვენ ნახეთ, შეიძლება ნახევარყვავილი გააკეთოთ. 4 ცალი, ხო? 3 თავისუფალი თვალი. შემაერთებელი თვალით აი ამ ძირში და 3 თავისუფალი თვალი და აი ქვემოთ. აი ეს. ხო, ჩამოვედით ესე ვთქვათ. ესე ავედით, იქ კუთხე გავუკეთეთ, ისევ ჩამოვედით. და ახლა გადავდივართ არკაში. 2 თვალი ნამატის გარეშე. კარგით, აი ესე გაყევით და გაყევით, შემოყევით, ესეთი თითქოს მზესაც გავს. ლამაზი ფორმა. აი ეს ჩვენი ყვავილი უკვე მთავრდება, ახლა ფაქტიურად ვამთავრებ 3 თავისუფალი თვალი მოგსვე, რომელიც აი აქ ძირში უნდა შემაერთებელი თვალი დავამაგრო და არკაში 2 თვალი ნამატის გარეშე. 1 და 2. აი ეს არის სულ. აქ შეგიძლიათ პირველ თვალთან შემაერთებელი თვალით შეაერთოთ. აი აქ. ნუ ახლა მე რახან გითხარით, რომ მე მაინც ნახევარყვავილი მინდა, არ მოვჭრი მე ამ ძაბს და მე ცოტას მოვარღვევ, ისევ ნახევარყვავილს მოგსო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი ზომის არის ახლა ეს ყვავილი, რაც მოგსოვე, მოდით ზომას გეტყვით, კარგით? ესე იგი, ეს არის ესე თავისი ფოთლების ჩათვლით თუ გავაკეთებთ, გავზომავთ, რაღაც 12 სანტიმეტრია. 12 სანტიმეტრი. ეს თავისი, ესე იგი, დიამეტრი. ნუ, პრინციპში, ახლა ამ ხელა ყვავილი არ მჭირდება, მე ვფიქრობ, ჩანთაზე. მაინც მინდა, რომ ნახევარ ყვავილი იყოს და გავაკეთებ ნახევარ ყვავილს. აი ესეთი ლამაზი დეტალია. კარგით, ეს დეტალიც და შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ. კარგად.